ეს ხო მოგონილი არის რა. უნდა გარისკო შეხვიდე. კომპლექსები არის კედელი რა. ხმის ინჟინერი, ხმის რეჟისორი. სად არის? ხმაზე ვინ არის? რჩევა, სასარგებლო რჩევა. მე მყავდა ერთი მეგობარი, რომელიც მაძლევდა მაგარ რჩევებს. და რამე თუ გამომივიდა, იმ რჩევების გათვალისწინების დამსახურება არის. მაგრამ იქიდან გამოვიყენე ალბათ 2%, რაც მივიღე სასარგებლო რჩევები. მაგრამ როგორც წესი, ეგრე არ უმართლებთ ხოლმე ადამიანებს, ჩემი აზრით, როგორც მე გამიმართლა. და საერთოდ ჯობია რომ რჩევები არ გაითვალისწინა, იმიტომ რომ ეგეთი ადამიანი არ შეგხვდება. მაგრამ როგორც მე მყავდა მეგობარი. კარგ კონტექსტში ვამბობ რა. თამაში, ფილმში თამაში, სცენაზე თამაში, როლი, თამაშს ვისურვებდი რა, კინოში თამაში გამისწორდებოდა რა. არა, ხო თამაშობ იანგმაიკის. რა თქმა უნდა. რა აქ აბროლს გამორჩეული? მაგროლს ის აქვს გამორჩეული, რომ ალბათ ძალიან გულწრფელი არის რა დანარჩენ როლებთან შედარებით, რასაც ცხოვრებაში ვირგებ. ვცდილობ სულ იანგმაიკი ვითამაშო რა. იანგმაიკის თამაში მაღალ ლეველზეა. ფიქრი, ხო, ფიქრი რა ვიცი. ფიქრი არის ყველაზე მეტად რაც მევასება რა და ზედმეტი არასდროს არ მოგდის. აი ეს overthinking თუ რაღაცა არ არსებობს რა. ანუ შენ ის გჭირდება რომ მე მიხვიდე რომ ცოტა ის იყო რა, არ იყო საჭირო, მაგრამ ფიქრი რა არის, იცი? აი შენ რომ მოქმედებ რა, აუცილებლად რაღაც შეგეშლება და ფიქრში თავისუფალი ხარ რა, რაც გინდა იფიქრე, რაც გინდა შეცდომა დაუშვი, სანამ არ გადახვალ ან საუბარზე ან მოქმედებაზე, შენ თავში არის. კი, შეიძლება რაღაცა ემოცია გამოიწვიოს ისა ესა, მაგრამ ზედმეტი არასდროს არ არის რა, იფიქრე რა, ეგ მაინც გვაქვს რა და საბოლოო ჯამში მაინც გეხმარება რა ფიქრი, იმიტომ რომ ტვინი ეს როჟა ხარ რა, აქედან ხარ რა, აქედან მოქმედებასაც აქედან აძლევს სიგნალს რა და რაც მეც იფიქრებ, არ გეხარჯება რა, რავი, სანამ ცოცხალი ხარ იფიქრე, გაზრდა, სანამ მიზრდები მანამდე ხარ ალბათ, რომ ამთავრებ აღარ ხარ რა. რა მომენტში იფიქრე რომ გაიზარდე? როცა რაღაცაზე რაზეც ბევრს ფიქრობდი, მე იმაზე საერთოდ აღარ ვიფიქრე. მაგალითად რაღაცა მარცხზე ალბათ, რომ აი იქ რაღაცა შემეშალა, რაღაცა ისე და მე უცებ მივხვდი, რომ ეს საერთოდ რა ჩემი საფიქრალი არის, ანუ სხვებმა იფიქრონ მაგაზე. მე გადავხარშე რა, შეიძლება ესე ცნობიერად ვერ მიხვიდე დასკვნამდე რა, მაგრამ იქ სადღაც ქვეცნობიერში დაგილაგდეს რაღაც თემა და უკვე გასცდი და მე მოუბრუნდები და იმაზე რატო აღარ განვიცდი რა. ეს ხო და უკვე სხვა სიმაღლიდან საერთოდ სხვა შეფასებას აკეთებ. სირცხვილი და თავის მოჭრა. ესეც სისულელეა რა, სირცხვილი მოგონილი არის რა. გავაზვიადე არ არის მთლად მოგონილი რა, როგორ არის სირცხვილი, როგორ არ არსებობს. საჯარო სირცხვილი არის ტყუილი, იმიტომ რომ რეალურად მაგის სხერპლები ვართ ხშირ შემთხვევაში. მაგრამ აი სწორად გაქვს ნაფიქრი რა, რომ ეგ სხვა რაღაცა არის რა და ანუ შენ თავთან ხარ მარტო იმაზე აი თული არის, მაგრამ მასში ხარ ალბათ აი თავისუფალი რომ იმაზე მაგით რო არ ზომავ რა, რომ აი ეხა იქ როგორ გამოვჩთი და ხალხში გამაბანძა და რაღაცეები რა. სადღაც გავიაზრე რომ მე ერთ-ერთზე რო რაღაცა შემთხვეოდა რა ვიღაცასთან რა, შეიძლება არ გამწყდომოდა, მაგრამ ეხა იმათ რო იმას აქნეს თუ რაღაც ვიყურეს და ამან იმათთან შემარცხვინა და რაღაცა ეგეთი მომენტის დროს რა, ზუსტად არ მახსოვს როდის რა. შიში, პოტენციურად რომ ჩამოთვალო ეხა ის არ მეშინია, შეიძლება შემეშინდეს. პოტენციურად იყოს ჩემი შიში, ანუ ერთი და იგივე სიტუაციაში მქონია რომ უშიშოდ ყოფილვარ და მე დამბრუნებია ეს შიში. საერთოდ მე ეგრე მგონია რომ ჩემი აქტივობა კარიერული რაღაცა უშიშრობასთან არის დაკავშირებული რა, რაღაც მომენტები მაქვს, სადაც ოდესაც უფრო თავდაჯერებული ვარ, უფრო უშიშრად ვარ, მაშინ უფრო თამამ გადაწყვეტილებებს ვაკეთებ რა და უფრო ჩანვარ, უფრო აქტიურობ, უფრო გამომდის ჩემი საქმიანობა. და აი შესვლას რო გეშინოდეს, უნდა შეხვიდე და რა გაგივარ რა. უნდა გარისკო შეხვიდე, შიში არის ისევ აი თვით გადარჩენის ინსტინქტი და შენ რაღაც გამოცდილება გაქვს, რომ აი სადღაც იქ მიხვედი და რაღაცა ლომს რო მოეფერე, მე მოგაჭამად ხელი პირობითად რა და აქედან არის რა ეს შიში. რაციონალური თავდაცვის მექანიზმი არის, მაგრამ მე რო სადღაც რო იყიდებ შიშს, მე ხო აღარ არის ალბათ რაციონალური. არ ვიცი. რაღაც ლოგიკა არის იმაში, რომ შიში გიჩნდება, მაგრამ მე რო შენ მეორედ და მესამედ და სულ შიში რო ხარ, ეგ არ არის რაციონალური. სიკეთე, ჩემი ქმედებას დაუნახავთ სიკეთედ რა, მაგრამ მგონია რომ სიკეთე ძალიან რთული არის რა, ბოლომდე გულწრფელი რო იყოს, მაგრამ უფრო სხვაზე მიფიქრია რომ რა კეთილად მოიქცა თუ რაღაცა რა. ხო და სიკეთე მე მგონია რომ ზოგადად რა ადამიანები ცოტა პრიმიტიული ტიპები ვართ რა. ხო და შეიძლება რაღაცის როგორ გააკეთო ისი სიკეთე, აი მეგობარი მოიკითხო, იმიტომ რომ აი პროცესს ცნობის მოყარეობის გამო რომ აშვება ხო მოკვდა ეს რა. რაღაც არ იყო კარგად და რა ხდება ერთი მაინტერესებს რა, მაგრამ ნუ სადღაც მაინც სიკეთე გამოგდის რა, იმიტომ რომ შენ რო არ მოგეკითხა შეიძლება მართლა რაღაც კარგად
ერთად ვერ წასვლოდა საქმე რა. ხო და მგონია რომ ბოლომდე ის ძალიან მაგარი ტიპი უნდა იყო, პიროვნება უნდა იყო, რომ აი მართლა უანგაროთ და რაღაც, მაგრამ მაინც ისე არის მოწყობილი, რომ სადღაც მერე იტყვი, რომ აი ეს იმიტომ რომ აი მას რაღაცა ქულა დაიწერა სადღაც რაღაც თავის თავთან თუ აი ვიხდი უცხო ნომერი, კარჩე უცხო ნომერი ბავშვობაში, აი სკოლა და აი რაღაც ჩხუბები და უბედურებები და გარჩევები და თან გაუთავებელი სერიებია მისი რა და ჩვენ უცხო ნომრებზე ძალიან ვიზმენდებოდი რა. ეხლა ვაფშე აი ყველანაირ უცხო ნომერს პასუხობ. ბავშვობა რატო ვთქვი რა, რომ უცხო ნომერზე სულ იზმენა მქონდა რა. და თან აი რა არის რა ხდება და ჯერთხელ მირეკავს უბრალოდ უცხო ნომერი არის ძალიან უცნაური უცხო ნომერი რა. ბჭო ავიღე და უსმენ. და ალიოს და რაღაცე არის მის. რაღაცა ხმაური არის და თან არ თავდება და მეც ხმას არ ვიღებ რა და უსმენ რა, რომ რაღაც ეჭვებში რომ ვინ არის და რაღაცა და დამთავრდა ეს ზარი უშედეგოდ და გავიდა რამდენიმე თვე და ჩემი კლასელი ჩამოვიდა შვეიცარიიდან და 50 Cent-ის კონცერტზე ვიყავიო და დაგირეკეო იქედანო და ვერ გაგაგონეო. MTV? MTV ძალიან მაგარი იყო რა. MTV-ს დამსახურება არის ჩემი პროფესია რა, ძალიან დიდწილა. ძალიან ნოსტალგია არის, კასეტები მაქვს შენახული, შენ არ გინაო, გიო იყო ჩემთან, შენ ნახე, კასეტებზე გადმოწერილი მაქვს MTV-ს გადაცემები, მაგარი იყო რა, ძალიან დიდი ხანი უყურებდი რა. მე მაგით დავიწყე და სანამ სული ედგა MTV-ს, საინტერესო გადაცემები რო იყო, რაღაც იქ Next Bus იყო და აი რაღაც dating რაღაცეები. მე მქონდა რაღაც ინგლისის თუ კორშე რომელიღაცა ქვეყნის მქონდა და სადღაც თურქეთში ვიყავი და მთელი დღე ნომერში ვიყავი და ნუ იქ რაღაც სხვა გადაცემები გადიოდა. White Rapper Show იყო, reality show თეთრ რეპერებზე რა. მაგათ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი ასე ვთქვათ ჩამოყალიბებაში. დღემდე ნოსტალგია მაქვს ეშტონ პანკ და რა. ეხლამდელ თაობას არტისტების აკლია? აგრად აკლია. ამათ რაღაც სხვა ისენი აქვთ. სხვა არხები, ოღონდ სხვა მნიშვნელობით არხები რა. სხვა სენტიმენტები აქვთ. იმას უყურებენ კიდე სხვანაირად ალბათ ჩვენ როგორც old school რაღაცეებს უყურებთ, ისე ძალიან old school-ი არის მაგათვის ის ეპოქა. ხო, რავი, მაგათვის ალბათ მოსაწყენი არის. კედელი, რავი, ბერლინის კედელი. კომპლექსები არის კედელი რა. ჩემი კომპლექსები, იმიტომ რომ სხვასაც შეიძლება კონდეს კომპლექსები და რა თქმა უნდა, უმეტესობა ადამიანებისას ალბათ აქვს, მაგრამ შენ თუ ბოლომდე უკომპლექსო ხარ, იმასაც დააძლებინებ რა, მე ეგრე მგონია. შენ თავზე უნდა იყო პასუხისმგებლობა რა. სხვასაც ჯერ აღიარებინო რომ იმას კომპლექსი აქვს, რატო უნდა აღიაროს, იმას თავისი კომფორტის ზონა აქვს და შენ ხო იცი რომ გაქვს. შენი კედელი დაანგრიე და კედლის აგურებად დაშლა თუ ერთიანად ჩამონგრევა? რომელიც გამოვა, რა ვიცი. აგურებად დაშლა უფრო რეალურია ალბათ რა. შიმშილი არის ის რაც მაკლია და პირდაპირ მნიშვნელობითაც რა. მინდა რომ მაგარი რამე არის შიმშილი რა, ვაფშე. გაზრდისთვის და განვითარებისთვის, ფორმაში ჩადგომისთვის, ყველაფერს კარგია, მაგრამ ჩვენ ისეთ ეპოქაში გავიზარდეთ, რომ მაშინ შიმშილი არ იყო ფუფუნება, ანუ ყველა შიმშილობდა თუ რაღაცა და რატომღაც ეგრე გვასწავლეს, რომ თუ კარგად ჭამ, ესე იგი კარგად ხარ. თუ ავად გახტები, უნდა ჭამო. თუ კარგად ხარ, მაშინ უნდა ჭამო. თუ ისე ყველა ვარისო ჭამა და ფერი მე მაგას მოგა გასუქება, მოქმედობა, რაღაცა მამოძრავებელი ძალა არის შიმშილი. როცა ქშია, მაშინ მუშაობ, მაგრამ მაშინ ისა და შეჭამდა მე მაცადე რა, მე ხვალქნათ თუ რაღაც. წარმატება, მაგარია წარმატება. წარმატება ის არის მახსენდება რა, რომ წარმატება არის რო არ დანებდები, ეგ არის წარმატება რა. წარუმატებლობა არ არსებობს. შენ თუ ჩამოყარე ყურები მიიღე ეგ, რომ ჩემესო დაუმარცხდი, მაშინ ხარ წარუმატებელი და მიანებებ და არა ეს არ გამომივიდა კაცო რა. ეგ ხო გამოგივიდათ, საიდან დაიწყეთ და სად გაიჩითეთ. ეგ არის რომ არსად არ ნებდები რა. რამდენი შემოთავაზება გაქვს რომ გაჩერდე და დაიკიდო და არა რაღაცა და მოიგონო რაღაცეები, რომ არ მე ჩემი ვქენი და ამათმა ვერ გამიგეს და რაღაცეები და ყოველთვის შეგიძლია გააკეთო. მაგაზე ადვილი არაფერი არ არის და წარმატება ის არის რომ არ შეეგუე არსად რა. თუ მაინც უნდა დამარცხდე, ბრძოლის ველზე დამარცხდე. გარდასახვა. რატომაც ეს დამკვიდრდა რა, რომ აი Young Mike-ით ხო Flashlife-იც არის და ბარკალაც არის თუ რაღაცა რა და ეგრე მზაფრად ვერასოდეს ვერ ავღიქვავდი მაგას. ოღონდ რატომ? იმიტომ რომ თუ გარდასახვა კიდე ძალიან ბევრი რაღაცად გარდავისახები რა, პროსტა ესენი რაღაცა გამოჩნდათ,
გამომიჩნდა რა. ანუ აი ხა როგორ ვაკეთებ რა იმ პერსონაჟს რა, ბარკალას. ძალიან ორგანული არის, ძალიან მარტივად უცებ რაღაცა შემოდის რა. რეპიც სვეტში მაგიტო იმას ვქენი, რომ ის პროტესტი გამიშთა, რომ რაღაც ლოგიკასთან აღარ ჯდებოდა და აქ თან მეტი ლოგიკა იყო და თან რომც არ ყოფილიყო, ანუ რაღაც ხელოვნება იყო და იქ რაღაცა ხო მაგარი ხარ, რაღაც სიტყვაში მაჯობე, მაგრამ მართალი არ ხარ რაღაც მომენტებში. ხო, ნუ ეგ კიდე ცალკე ამბავი არის და ხო აი გარდასახვა უფრო ბავშვობაში მქონდა ის რაღაც აფექტის მდგომარეობები და რაღაცეები, რაღაც ბევრ იმას რო გადავყლაპავდი, მე გადამეკეტებოდა ხოლმე, ამდენჯერმე ეგეთი ძალიან მძაფრი ეპიზოდი მქონდა რა. ჰარმონიულად უნდა შეძლო რა, გარდასახვა მაშინ არის მაგარი, რომ აი გარდა იქნოთ. სიზმარი. ხო, სიზმარი მაგარი რაღაცაა რა, ეგ საერთოდ შესწავლილი არის რა, რაღაც დონეზე. ყველაზე მაგრად აქვს ეს შესწავლილი, მაგ იმას მეცნიერება არის რა, საერთოდ ქვია. არნოლდ გვარი არ მახსოვს, ახლა ცოლიც ყავს და წვილად მუშაობენ, თუ მუშაობდნენ, არ ვიცი. მოკლედ მეცნიერება არის და ყველაფერს ახსნა აქვს რა, ყველა სიზმარს რა. ხო, ერთი პერიოდი დავინტერესდი მაგით, მაგრამ მე ხა დილეტანტი ვარ და ნერვიულობდი და განვისთიდი რა და რაღაცა შიშებში ვიყავი, რომ აუ ეხა ის დამესიზმრა, ეხა ყლეობა უნდა გადამხდეს და რაღაცა და ვეჭიდები რაღაც მეცნიერებას, რომელიც ძალიან შორს არის რა, ჩემი დონისთვის და დავიკიდე და რამდენიმე წლის წინ იყო ეგ ამბები და რაღაცა ლიტერატურებს საერთოდ ვიძიებდი და კი და ეხლაც მქონია რა და ნუ რაღაცები არის იქ მინიშნებები, რაც აი ეს რო გესიზმრება უეჭველი ეგ არის და რაღაცა და დამოღამებული მაქვს, რომ დადებითი რო არის, კაროჩე. საერთოდ ვივიწყებ, მაგრამ დადებითი რო არის, მაქვს მოლოდინი, ყოველთვის ხდება სიზმარი. და უარყოფითი რო არის, პროსტა ვიკიდებ და მე მაინც მოხდება რა, აი ანუ როგორი რაღაცა არის, იცი? იქ რო გეუბნებიან, რომ ცუდი რაღაცა უნდა გადაგხდეს რა. შენ ყველაზე ცუცელოდები და და ეხლა აი მე და დასტრესილი დადიხარ და პროსტა დაიკიდე და ის ცუდი შეიძლება მაგაზე ყლეობა გადაგხდეს, მაგრამ რეალურად რო ხდება ეგეთი მზაფრი არაფერი არ არის. დღესაც დამესიზმრა რაღაცა და არ გამისწორდა და მე მოხდა ის უკვე და არაფერი ისეთი არ ყოფილა. სიღრმე მაგარია, სიღრმე თუ არა აქვს თემას არ არის ალბათ საჩემო რა. ყველა თემაში ვეძებ სიღრმეს რა. მიყვარს ჩაღრმავება. ძალიან მევასება დებილი ფილმები, ჩემი საყვარელი ჟანრი არის, მაგრამ ამაშიც მგონია რომ რაღაც სიღრმე არის და თუ არ გავითიშე სიმთვრალისგან რა. აი ისენი მაინც მაქვს სულ რა აქ ეს კი არ ეს ხდება გარეგნულად, მაგრამ რაღაცა ღრმა კონტექსტს ყოველთვის ვეძებ რა, ეგეთი ძალიან ნადრეული ასაკიდან მომყვება რა, ეგეთი პონტები რა. კოშმარი, რავი, არ მჯერა რომ კოშმარი, სანამ ცოცხალი ხარ, ანუ სიცოცხლე რა არის რა, ქრისტეს ჯვარცმის მერე. და პრინციპში ქრისტეს ჯვარცმამდეც ეგ იყო ადამიანის სიცოცხლე, იმიტომ რომ ქრისტე დაიბადებოდა, ეგ ნაწინასწარმეტყველები იყო და ისინიც თავიდან განისაჯნენ ქრისტეს ჯვარცმის მერე. სიცოცხლე ის არის, რომ ყოველთვის ორი ის გაქვს რა, გზა რა, ან ჯოჯოხეთი, ან სამოთხე, ყოველთვის ანუ ბალანსში ხარ რა და ყოველთვის გაქვს შანსი რომ უკეთესობისკენ წახვიდე. და კოშმარი არის ალბათ ჯოჯოხეთი და სანამ ცოცხალი ხარ არ მჯერა რა კოშმარის რა რომ გაქვს ყოველთვის შანსი რომ აერიდო რა. ნუ მინდა ყოველთვის ესე რომ ვიფიქრო. ბრაზი. ხო რა რაღაცა ბრაზი რა გავბრაზდები ეგრევე მე მეკარგება აზრი რა. მაგალითად აი გუშინ გავბრაზდი და შევედი ბანკში და ქეში შევიტანე ბარათზე რა რატო ვქენი არ ვიცი. მე რე ტაქსი რაღაცა ისა რაღაცა უცებ აგარი გავბრაზდი და მე აი ხანი კიდე ავედი სახში გაბრაზებული ვიყავი რაღაცა არ ვიცი სისულელე არის რა. რეკლამა არის ყველაფერი რა, ვირეკლამებთ თავს რა და ჩაიცვალ კოხტათ რომ აი ახერა კაი ბიჭი ვარ, ისეთი მაგარი ტიპი ვარ რა ვაფშე. რაღაცებს რო რეკლამა რო არ ჭირდება. შესაძლოა მე გინახიე შემწვარი გოჭის რეკლამა? რა ხელა რეკლამა? ხიზილალის რეკლამა გინახიე, კაი რეკლამაზე რატო იკერე. ხო რეკლამა რა ჩვენ რეკლამის ეპოქაში ისედაც რეკლამა არის ალბათ. ისე საიდან მოდის ეგ სიტყვა არ ვიცი. რეგლამენტიდან? ხო არ ვიცი საიდან მოდის. მაგრამ რეკლამა ხო რა სულ რეკლამა არის, მაგრამ დინება არის flow რა, დინება რაღაც ლექსი მქონდა ადრე რა, აი ცოტა ბრაზიანი რო ვიყავი მაგ ეპოქიდან, ბავშვობაში რა. ხოჩე, ცოტა როგორ იყო? არ მიყოლა დინების, შეგრძნება ბინების საოცარი სურვილი მაგ დედის მუტლის გინდები. ძველი ეპოქა არის რა. მიზანი არის რომ ვეცადო მაინც რა ჩემი დინება. ან მაინც შენი გამოდის რა, იმიტომ რომ იქ როგორ არის, ესე ერთიანად არ არის რა, რაღაცაში რაღაცას მიყვები და რაღაცაში რაც არ უნდა
დინებას მინდობილი ტიპი იყო, მაინც რაღაცა შენი რელსიც გაქვს რა, სადღაც რა. და მე არ მგონია რომ საერთოდ დინებას მინდობილი ტიპი ვარ რა. რაღაც დინებებმა დამithრიეს განვითარების რაღაც ეტაპებზე ცხოვრებაში. თუნდაც MTV-ს მაგალითზე ძალიან დიდი გავლენა იქონია.